პროტესტი ელმავალ მშენებელ ქარხანაში გაფიცულები არიან საწარმოს მუშები, მიზეზი ფინანსური დავალიანება. ქარხნის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს პრობლემის დროულად მოგვარებას პირდება, თუმცა დაპირების მუშების მხოლოდ ნაწილს სჯერა. დირექტორთან შეხვედრის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა. სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ფინანსური დავალიანების აღმოფხვრა. ეს ის ძირითადი მიზეზები არის, რის გამოც სააქციო საზოგადოება ელმავალ მშენებლის მუშები გაიფიცნენ. ქარხნის დირექტორი ფინანსური დავალიანების არსებობას ადასტურებს და აცხადებს, რომ თანხა 15 აპრილამდე სრულად დაიფარება. ზურავცინცაძე ასევე აღნიშნავს, რომ იანვარი-თებერვლის ინტერვალი დაკვეთების სიმცირის გამო ყოველწლიურად რთული პერიოდია და ამიტომ ქარხანა მხოლოდ 10%-იანი დატვირთვით მუშაობს. აპრილის მეორე კვირაში საგრძნობლად გაუმჯობესდება, იმიტომ ჩვენ ველოდებით შეკვეთას არა მარტო საქართველოს კიდიდან და თქვა აზერბაიჯანიდან და სასუნთქიდან ჩვენ ველოდებით შეკვეთას უკრაინიდანაც. გაგიკვირდებათ რომ გარმინდა ქარხანაში ხელფასი, საშუალო ხელფასი 800, რამდენია 812 ლარი. საჯარო და შემიძლია გითხრათ რომ არიან მუშები და რამდენიმე ასეული მუშაც, ასეული მე არ ვიტყვი ერთეულები, რომლის ხელფასი დაახლოებით 1600, 1700 ლარი არის. დირექტორის ამ განცხადებას არ ეთანხმება გაფიცული მუშების ერთი ნაწილი და ამბობს, რომ წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი 832 ლარის სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი ასევე განმარტავენ, რომ ქარხნისთვის არა მარტო იანვარი-თებერვლის პერიოდია პრობლემატური. შაშენდელი მოყოლებული მუშაობ ვერ ამუშაობ. შეიძლება თვეში ერთი კვირა იმუშაოთ, ორი კვირა მივიდიოდ უგასვენებდი. რაც შვებულება იყო, იძულებით შვებულება იყო, რომ ნათქვამი. ის შვებულება გავგატარებინეს ისე, მე შვებულებით არ მისარგებელია. ეხლაც ეგრეა, ეგრე გაგვიტარეს ეს სამი თვე. 1000-1200 ლარიო როგორ უნდა. ეგ თანხმა ხარო მქონდეს მე ხელფასი ხო? რატო გავიფიცები მე სულელი ვა? რატო გავიფიცები 1000 ლარი ხელფასი რომ მოწენ ელემენტარულად ამიხსნას იმ დირექტორმა. რატო გავიფიცები? 200-300 ლარი, მაქსიმუმ. როცა დატვირთული არის მთელი თვე? როცა დატვირთულია 500 ლარამდე ვერ ავდივარ. 400 რაღაცა 500 ლარამდე ავდივარ. დილით გაფიცული მუშების ერთი ნაწილი დირექციასთან გასაუბრების შემდეგ კვლავ თავის სამუშაო ადგილს დაუბრუნდა. ოდესღაც ეს ეხდება. პრობა ხარ ორ კვირას ჩერდებით, ხარ შეიძლება თერმის განმავლობაში ერთხელ გავჩერდეთ, თვენახევარი გავჩერდეთ, მაგრამ ხელფასების ისა არ ყოფილა პრობლემა არ დარიგებული იყო. არის ახლა ხელფასები თუ ნორმალურად მუშაობდა, თუ ნორმალურად 1000 ლარის არის, 800 ლარის არის, 700-600 და შეიძლება 1000-ს გამოვიდნენ, მე 1000 ამბალი არაფერი არ მაგარ. ელმავალ მშენებლის გაფიცული მუშების ნაწილი კი აცხადებს, რომ პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებს და ამიტომ ისინი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას ხვალ დილითაც გამართავენ.